აი რა კულტურა შენდება, ან რას ვაშენებთ, ხო? და ის ძველი კულტურას რო გტენიან მარტო ტერმინებით, რომ კონსერვატორობა და ეროვნულობა. ხო და მაინტერესებს, რა იგულისხმება კონსერვატორობის ქვეშ და ეროვნულობის ქვეშ. ხო და ამის კარგი მაგალითი არის ქართული ლიტერატურა. ამ ქართული ლიტერატურის, სადაც მოთავსებულია ძველი ფეოდალური შეხედულებები, ძველი ფეოდალური ყოფა-ცხოვრება, დიდი ხნის მანძილზე და მერე საბჭოური ცხოვრების ყოფიერება მოთავსებულია საბჭოურ ლიტერატურაში. ამის სწავლა იმიტომ გვინდა თუ გავიგოთ ვართ იმ ყოფაში თუ არა. თუ ვერ გებულობთ მაგ ყველაფერს გამიგე, ესე იგი თქვენ აღარ ახართ მაგ ყოფაში გამიგე და აშენებთ ახალს, მაგრამ არ გაძლევენ საშუალებას ის ძველი ხალხი, ვისაც თავში ეს აქვს და გეჯიბრებათ თქვენ თანამედროვე ცხოვრების რაღაც აშენებაში და რომელსაც ვერ აშენებენ. აი ახალგაზრდებს, აი ამას ვიძახი. უბრალოდ მაინტერესებდა ახალგაზრდა როგორ აღიქვამს ამას ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, თემის მომზადების გარეშე და გამოჩნდების ჩაბარების გარეშე. აი რას გაიგებ მათ ეს ხომ ყოფა არის? გასული საუკუნის ყოფა არის, ხო? დაახლოებით მე-19 საუკუნე, ხო? აი ესე კლდიაშვილის ნაწარმი, იგივე სამანიშვილის დედინაცვალი, იგივე ქამუშაძის. ეგ არ არის საბჭოური პერიოდი. ეგ არის საქართველოს მე-19 საუკუნის და აი ბოლო პერიოდები რო აღნიშნოთ, ხო? ჯერ არ არის კომუნისტური წყობა არ მოსულა. დავით კლდიაშვილი ცხოვრობდა საბჭოურ სივრცეში, ხო? გარდაიცვალა 30-იანი წლების ბოლოს თუ არ ვცდები, ხო? ქართულიც არ იცოდა მაგალ სალაპარაკო ცოტა უჭირდა, მაგრამ ნახეთ როგორი წერის როგორი ისაკ, აი ვინ იტყვის მაგაზე რომ ეს კაცი ის იყო, თქვათ აი რუსეთში, პეტერბურგში და რა ვიცი გაზრდილი. ამიტომ აი ეს კულტურა, რომელიც აი რა დღეს ჩავარდა ქართველები, აზნაურები ეს წოდება იყო, როგორც დღეს არის ოლიგარქები, მილიონერები, შეიცვალა ხო შინაარსები. მაშინ იყო სოციალური წოდებები, თავადი, აზნაური, გლეხი, სასულიერო პირი, გლეხზე წინ იყო სასულიერო პირი, მღვდელი, ესე იგი უფრო პატივდებული, უფრო ზევით კიდე აზნაური შვილი, უფრო ზევით თავადი და იმის და მიხედვით ვირა წოდება გაქვს, ასე ნაწილდებოდა მატერიალური დოვლათი. ამიტომ აზნაურს და თავადს ფიზიკური შრომა არ ევალებოდა. იგი ფლობელი იყო მიწის ნაკვეთებისა და ამუშავებდა გლეხებს, ააჭმევდა, აცმევდა და მეტი არაფერი, წერა-კითხვას არ ასწავლიდა. როდესაც ეს გაუქმდა მე-19 საუკუნის 60-იან წლებში რუსეთის იმპერიაში იყო საქართველო, რა დღეს ჩავარდა ქართველი აზნაური, აი ამას წარმოაჩენს კლდიაშვილი თავის ნაწარმოებებში. ხვდებით? და მიზეზი ის კი არ არის, რომ რუსული იმპერიის, თქვათ, ქვეშ ქართველი გაუბედურდა. უბრალოდ გაუქმდა ის ძველი წოდებები და დაკარგეს შენ, თქვათ, საკვებიც კი, რომელიც მოპოვებული იყო სხვისი ხელით, გლეხით, დაქირავებულიც არ ყავდა, მონასავით ყავდათ, ხო? და თავად მოკიდეს თოხებს ხელი და თავის ნაკვეთებს და მიწებს თვითონ ამუშავებდნენ და გაუსაძლეს პირობებში იყვნენ. ხო და დაადგნენ დეკლასირებული ადამიანების რაღაც გზას დაადგნენ. აი რასაც აკეთებს სოლომონ მორბელაძე, მაჭანკალი აზნაური, ახლა ამას იკადრებდა, ხო? და ერთმანეთს როგორ ატყუებენ ცხოვრება ისე დღეს ჩააგდო ესენი, როგორ ერთმანეთს აღარ ინდომენ და ის აზნაურული პატიოსნებაც დაივიწყეს სიტყვის მიცემა და შესრულება. ხო და უკვე გლეხები წინა პლანზე წამოვიდნენ სასულიერო პირები, აი გლეხი სწავლობს, აზნაური შვილი თოხნის. ხედავთ როგორ ის არის? ეს არის ძალიან ისეთი ტრაგიკული. ესე იგი, ამ ნაწარმოებში და არა მარტო ამ ნაწარმოებში, საერთოდ რა არის ნაჩვენი, ვიცი? ყოფიერება როცა ინგრევა, ახალი ყოფიერების ასაშენებლად, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ამ ახალს ვეღარ ეგუება და იმსხრევა მათი ყოფა და მეორე უკვე წამოიმართება, ვინც დაჩაგვრული იყო. თქვათ ის გლეხი უკვე უმაღლესში სწავლობს. რომელიღაცა გლეხიშვილი სასულიერო იმაში წავიდა, ხედავთ? და აი ეს თავადები და ისინი აღმოჩნდნენ გაუბედურებულ მდგომარეობაში. და რამე შეცვლილი არის? და აი როგორ აღიქვამს ამას ქართველი თანამედროვე 21 საუკუნეში დაბადებული ახალგაზრდები ქართული ლიტერატურის ამ ნაწარმოებებს გამიგეთ? იმიტომ რომ მათ ქართველები თამაშობენ, ქართველებია დახატული თავისი ყოფით ცხოვრები და რა არის იქიდან გადმოსაღები? რა გადმოყვა? რა ვერ მოვიშორეთ? ხო, ანტურაჟი არ არის ეკონომიკური ანტურაჟი, ხო? აღარავინ არც წოდებები არ აзнაური არ ქვია ადამიანს, მაგრამ ახლა სხვა სახელდება აქვს, მაგას არის რაღაცა დოქტორი, რაღაცა სხვა ტიტულები აქვს ახლა ადამიანებს, აი მილიონერია, ბიზნესმენია და ესეც გამოარჩევს და გამოყოფს არა ბიზნესმენისაგან, როგორც ჩვეულებრივი ადამიანია, პარტიის რომელიღაცა თავმჯდომარე, ან დეპუტატია. დეპუტატი ეს ნიშნავს გამოყოფილი ხარ სხვა საზოგადოებებით და პრივილეგირებული ხარ ცხოვრებით, ყველაფრით, ხო? რამე არსით შეიცვალა?
გადაადგილებები, ვინც მაღლა იყო დაბლა ჩამოვიდა, ვინც დაბლა მაღლა ავიდა და ასეთი ცხოვრები შემიძლია და როცა ქართულ კულტურაზეა ლაპარაკი და ახლაც რომელიღაცა პარტიის ლიდერები აყენებენ საკითხს, იცი რა, კონსერვატორული ძალა უპირისპირდება თქვათ ლიბერალურ ძალას. ან ლიბერალიზმი რა არის და ან კონსერვატორიზმი, ეს ხო არ არის სწორი ესეთ ცნებებით რაღაცა ვიჩხუბოთ. ყოფიერება საფუძველში და ადამიანია. ადამიანი არ უნდა განიხილებოდეს როგორც ლიბერალი და როგორც კონსერვატორი. ჯერ ადამიანი უნდა განიხილოთ, რამდენად ადამიანი სწორად აღიქვამს მოცემულ სოციალურ გარემოს, აი ობიექტურ სამყაროს, როგორია მისი შემეცნებითი უნარები. ეს უნდა განიხილოთ და არა შენ კონსერვატორი ხარ. შენ მეორე ლიბერალია და გამოგეკიდო ნაჯახით ახლა. რა ლიბერალი ხარ? ან ლიბერალი ცხოვრება უნდა ხალხს ცხოვრება. და აი ამ გამოგებრობაში არის ადამიანები და რა როგორ უნდა და ამის შენო ახლა რა ჩოხებით ვიაროთ? აი როგორ ვიაროთ ახლა არ ვიცი რა. მიწები გვაქვს ხო, მაგრამ აღარ არის მომუშავე ხალხი ხო. აი ვიყიდა ვიღაცა მიწა და უკვე აზნაურია ხო ესეთი ტიპი რომელმაც მიწა იყიდა. მაგრამ ვინ უნდა დაამუშავოს ეგ? გლეხი აღარ აყავს. ის გაიქცა საზღვარგარეთ. თვითონ უნდა დაიქირავოს ვიღაცა და არავინ არ მიდის, იმიტომ რომ გადასახადი ძალიან ცოტაა. 100 ლარი დღეში მაღაზიაზე ნაკლებად არავინ არ იმუშავებს. ძნელი სამუშაოა, ვენახში, ვაზების მოვლა, ხებით. მე აქედან რა მოსავალი უნდა აიყო, ხო? ამის ამოთხოვნილება უკვე აუცილებლობა აღარ არის, იმიტომ რომ დასავლეთის ახლო მეზობლებიდან ყიდულობ ყველაფერს, შემოგავს პროდუქციას და ჩვენი მოსახლეობა იკვებება სხვისი მოწეული პროდუქტებით საქართველოში. და ეგ რომ არ იყოს ასე, აი ამ ეკონომიკური ინტეგრაცია რო არ იყოს და ვაჭრობა არ იყოს ესეთი საერთაშორისო დონეზე, ხო? ჩვენი ქვეყანა გაძვრებოდა შიმშილით სული და დავიდოდით მაგ დონეზე, რაც არის აღწერილი აი ამ კლდიაშვილის ნაწარმოებებში. მაგრამ ახლა ის მაინტერესებს, იცი, ამ ნაწარმოებებში აღიქმებეს თანამედროვე ქართველისთვის ახალგაზრდის ის კოლორიტი, რომელიც არის და რა დასკვნას გააკეთებს სამიდან, რა არის მანდ ისეთი, რომელიც უკვე დავიწყებული ან აღარ არის ქართველში. აღარ არის ჩვენში ის, რაც მანდ არის, მაგალითად სიტყვის გატეხვა, მაგალითად რაღაცა რიტუალები, სოციალური რიტუალები, აი კუდაბზიკობა, მაინც ვარ ჯიბე გაფხეკილი აზნაური და აი ეს იჩენს თავში. ვარ თუ არა ასეთები? მაგალითად არა ვარ კუდაბზიკები უნივერსიტეტი დაამთავრე, დიპლომი გააქვს და იცი რა თავში არაფერი არ გიყრია და იცი რა დიპლომით რო წარმოაჩენ შენ თავს, მე იცი ეს დავამთავრე. იგივე არ არის? ამ დროს ისევე გაღატაკებული ხარ, როგორც ის აზნაურია გაღატაკებული. ვერაფერს ვერ ქმნი ამ შენ დიპლომით. წოდება გაქვს აზნაურის, მაგრამ გლეხი აღარ აკავს. ხო, მიწა გაქვს და შენ ჩუჩქნი მაგ მიწას, ხო? აი ამით არის საინტერესო ესე იგი ნაწარმოები, როგორი აღიქმება ნაწარმოები. ახალგაზრდის დღევანდელი ახალგაზრდა, რომელიც უფრო ინტეგრირებული არის გლობალურ სივრცეში, დასავლეთში, ინტერნეტის მეშვეობით, ყველანაირი ვთქვათ, სოციალური დეკორაციებით, ბრჭყალებში, ტანსაცმელი იგულს, ყველაფერი. არაფერი ჩვენ ქართული არ გვაცვია, ხო? ეს აქაც ჩანს გლობალური ინტეგრაცია. რაც არის დასავლეთში შესაძლებელი, ისაცვია ქართველებს. წარწერებიანი მაიკები, კეპკები, ეს არ არის ქართული კულტურის შექმნელი, ხო? ამიტომ სად არის ქართული კულტურა, არავინ არ გვეუბნება. ყველა კულტურას ხო თავისი ყოფითი აქსესუარები ახლავს, ყველა კულტურას. ჩაცმეს, სხვანაირ, ყველას თავის დროს ესე იყო, ხო? შოტლანდიელები სხვანაირად იცმევდნენ, ბრიტანელები სმოკინგი. ჩვენ კავკასიელებს ჩოხა და ქალებს კოჭებამდე ჩარვალი იყო მთელი ფეოდალური პერიოდი. ხო ესე იყო? აი ახლა ქართულ კულტურაში ანსაცმელიც არ აქვს ქართული. ჩვენი ყოფის შესატყვისი, ჩვენი ცნობიერებისა და ყოფის შესატყვისი ანსაცმელი გვაქვს? არა. და სასაცილო ჟღერს ხო, როცა ვთქვათ, გამოწყობილი ხარ რაღაცა დასავლური რაღაცა კოსტუმ შარვალით და იცი რა მე ქართველები აქა. ვარცხნილობა, გადახედეთ ხო? აი ყველაფერი რა, აი აბსოლუტურად ლაპარაკის მანერები. აი ლაპარაკი ქართულად რო ლაპარაკობს, ქართულად კი ლაპარაკობს. ინგლისური ინტონაციებით ლაპარაკობენ. ინგლისური ინტონაციები აქვს ბევრს. სიმღერებითაც რაღაცა რა სიმღერებია ესა ხო? აი ეგ არის უცნაური და მაგიტო ვიძახი სად არის ეს ქართული კულტურა? დარჩა ისე ფანტაზიად? და რასატყუებენ ამ ხალხს გამოდიან და ისე კონსერვატორებმა უნდა მოგცეთ ხმას. მე ვის მივცეთ ხმა? რა რას გამიკეთებ მე? ჩოხა ჩამაცმევ? ჩიხტი კოპებით იაროს ხალებმა? თუ რა თოხებს დაგვაჭერინებ ხელში თუ რას გაგვეკეთებინებ მე ვერ გავიგე. ხედავთ ქართული ლიტერატურა არ არის შესწავლილი, რომ მანდ არის ქართული ყოფიერება და თუ მართლა არის ჩვენი კულტურა და ლიტერატურა ამას გადმოგცემს, ავაშენოთ ეს დაბრუნდეთ თუ რატო არ ავაშენებთ? გადავყაროთ ეს მანქანები, ჯორები შემოვიყვანოთ და ვიაროთ ჯორებით, ვირებით, ცხენებით. ხო, სად არის ქართულ კულტურაში, ძველ ქართულ ლიტერატურაში, სად არის ან მანქანები, ვიღაცა იტყვის, მაშინ არ იყო კაც, იცით რას გეტყვით? ხო და მაშინ რო არ იყო მაღაზია ლაპარაკი. მაშინ არ იყო მანქანები, ხო, მაგრამ ცხენები და ვირები იყო საზღვარგარეთაც,
მაგრამ მათ მოიგონეს მანქანები, ყველაფერი შეცვლეს და ახალი კულტურა ააშენეს და ამ ახალი მსოფლიო კულტურის ნაწილად შენ მოგაქვს თავი და ვეღარ გავიგე, ძველი კულტურა ხელს არ უშლის ამ ახალ კულტურას? ან ახალ კულტურაში უნდა დარჩე, ან დავბრუნდე ძველ კულტურაში რა. და ძველი კულტურა მარტო არის სუფრაზე? მარტო ვერბალურად არის ეს?